1992 წელი. ფინეთი, ჰელსინკი. სცენაზე ადის ადამიანი, რომელსაც არავინ იცნობს. არავინ იცის როგორ და სად ვარჯიშობდა. არავინ იცის როგორ გამოიყურება. თითქოს ის ჩრდილიდან გამოდის და გამარჯვებას ისაკუთრებს. ეს ვიდეო არ არის ბოდიბილდინგის ისტორია. ეს არის ანალიზი გამორჩეული შესაძლებლობების მქონე ადამიანის ტვინის, დორიან იეტსის, რომელმაც ნოლიდან შექმნა საკუთარი თავი დისციპლინითა და მტკიცე ფოკუსით. ამ არხის მიზანიც ხომ ესაა, ვისაუბროთ საქმისადმი თავდადებულ ხალხზე, გამორჩეულებზე, ეგრეთ წოდებულ აუთლაიერებზე. გავეცნოთ მათ ბიოგრაფიას და შევეცადოთ დავინახოთ თუ როგორ აღწევენ ისინი გრანდიოზულ წარმატებას. დასწავლილი გაკვეთილები კი წამოვიღოთ და ჩვენს ყოფას მივუსადაგოთ. დორიანი კი ნამდვილი აუთლაიერია. გარდა იმისა, რომ მან მისტერ ოლიმპია 6-ჯერ მოიგო, ასევე ბოდიბილდინგის სამყარო რადიკალურად შეცვალა. შექმნა რაღაც ახალი სტანდარტი და თამასა სულ სხვა დონემდე ასწია. დორიანი არასოდეს ყოფილა ქარიზმატული. პირიქით მორცხვი და ბუნებით ინტროვერტი იყო. არ იყო ამერიკელი, რაც იმ დროს ამ სპორტის სახეობაში სხვათა შორის ნაკლადაც კი ითვლებოდა. არ გავდა სხვა ბოდიბილდერებს. არ ცხოვრობდა კალიფორნიის მზიან სანაპიროზე, სადაც ბოდიბილდერები პლაჟზე თავს იწონებდნენ და ძვირიანი მანქანებით დაჰქროდნენ. ის ბირმინგემიდან იყო, რკინისა და ინდუსტრიული მტვრის გარემოცვაში. დორიან იეიტსი 1962 წელს დაიბადა ბირმინგემში, მუშათა კლასის ოჯახში. დისფუნქციური ოჯახი ჰქონდა. მამა არასოდეს ყოფილა მისთვის ხელმისაწვდომი, ემოციურად ხელმიუწვდომელი ადამიანი იყო, ხოლო დედას თავი გასჭირვებოდა. ფსიქიატრიული პრობლემები აწუხებდა. წიგნში კარგად ჩანს, რომ დორიანმა პატარა ასაკიდანვე ისწავლა ერთი მნიშვნელოვანი გაკვეთილი. ცხოვრებაში მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა ჰქონოდა. არავინ მივიდოდა მის გადასარჩენად. ის ძალიან ადრე სწავლობს მარტოობას და საზოგადოებისგან იზოლაციას და ეს შემდგომ მისი წარმატების მთავარი სტრატეგია ხდება. თუმცა ამაზე ცოტა მოგვიანებით. თინეიჯერობის ასაკში სკინჰედების დაჯგუფებაში იყო გაწევრიანებული. ქუჩა, ძალადობა, სასმელი და მოსაწევი. ეს იყო გარემოცვა, რომელთანაც ყოველდღიური შეხება უწევდა. ამას ლოგიკური გაგრძელებაც მოჰყვა. ციხეში აღმოჩნდა. მაღაზიის ვიტრინების ჩალიწვის და ქურდობის გამო 6 თვე მისცეს. ამ დროს დორიანი 19 წლისაა. ციხემ თავისუფლება კი წაართვა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, მის ბედისწერად გადაიქცა. ციხეში დორიანს სავარჯიშო დარბაზი დახვდა და თავისუფალი წონები. სწორედ იქ შეამჩნია პირველად, რომ თანატოლებთან და თუნდაც უფროსებთან შედარებით ფიზიკურად გამოირჩეოდა. როგორც თავად ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მძულდა იქ ყოფნა, ვარჯიში ჩემთვის თვალის ამხილველი გამოცდილება აღმოჩნდა. ჩემს გარშემო ჩემი ასაკის ბიჭები იყვნენ, უფროსებიც, და აღმოვაჩინე, რომ მათზე ბევრად უფრო დიდი და ძლიერი ვიყავი. პრესი უკვე გამოკვეთილი მქონდა და ძალაც საკმარისი. სწორედ იქ მივხვდი პირველად, რომ სხვებისგან ნამდვილად გამოვირჩეოდი. ამას გარდა ერთხელ ციხის ბადრაგმაც შეამჩნია დორიანის გამორჩეულობა, მასთან მიუახლოვდა დორიანს და უთხრა, რომ ძალიან მაგარი მონაცემები გაქვსო და მძლეოსანი უნდა გახდეო. რაც დორიანს ეს სიამოვნა და ჭკუაში ჩაუჯდა. საბოლოოდ 6 თვიანი სასჯელი 3 თვემდე შეუმცირეს და დორიანი ციხიდან გამოდის 2 გაკვეთილით. პირველი, ყველაფერი უნდა გააკეთოს ცხოვრებაში, რომ იქ აღარასოდეს დაბრუნდეს და მეორე, მისი სხეული და ფიზიკური ძალა შესაძლებლობების წყარო გახდეს. ნელ-ნელა უკვე აქტიურ ვარჯიშს იწყებს. შეუდგა ცხოვრების გადალაგებას, სხვათა შორის მიზნები ფურცელზე ჩამოვწერეო. ინგლისელი ბიჭუნა ვოცნებობდი ამერიკული ბაზარი დამეპყროვა. დორიანი იხსენებს, ბოდიბილდინგის ჟურნალებს ვათვალიერებდი. მაშინ არც ერთი პროფესიონალი ბოდიბილდერი არ იყო ჩემს გარშემო. სანამ მათ გავიცნობდი, ვფიქრობდი, შეხედე რა მაგარი ცხოვრება აქვთ, მზე, ქალები, მანქანები. მათ სამყაროში ყველაფერი იდეალური მეჩვენებოდა. მხოლოდ შემდგომ აღმოვაჩინე, რომ რა თქმა უნდა, ისინიც უბრალო ადამიანები იყვნენ და სხვების მსგავსად ჰქონდათ დადებითი და უარყოფითი მხარეები. მისტერ ოლიმპიასაც კი. ამ დროს დორიანი 21 წლისაა.
მისი ანალიტიკური გონება რეალობას მაქსიმალურად სწორად აფასებს და ამარტივებს. ის ღობე-ყორეს არ მიედმოედება, ზედმეტს არ ფაცი ფუცობს, დაისახა მიზანი, გახდეს ყველაზე დიდი კუნთოვანი მასის სპორტსმენი, რომელსაც დედამიწაზე ოდესმე გაუვლია და ყველაფერი გააკეთოს ამ მიზნისთვის. ის ზედმეტს არ ფანტაზიორობს. მისი ლოგიკა მარტივია. ჭირდება სახლი დასაძინებლად, სამზარეულო საჭმელის მოსამზადებლად, სანდო ინფორმაცია ვარჯიშის შესახებ და ფინანსები, რომ დარბაზში მისასვლელად და კვებისთვის ეყოს. დანარჩენი ყველაფერი ზედმეტია. მაშინ სავარჯიშო დარბაზები ყოველი ფეხის ნაბიჯზე არ იყო. როგორც თავად იხსენებს, დარბაზამდე ავტობუსით 40 წუთი უწევდა სიარული. ავტობუსის ლოდინში კი საშუალოდ 1 საათი მეხარჯებოდა, ანუ დღეში 3 საათზე მეტი დარბაზში მისვლაში სჭირდებოდა. ამას დამატებული დამღლელი სამუშაო, რომელიც არსებობისთვის სჭირდებოდა. სხვათა შორის თავად იხსენებს, რომ ყოველთვის ვიცოდით, რომ ტრადიციული 9-დან 5-მდე სამსახური ჩემი არ იყო. სადმე ოფისში რომ ყოფილიყავი ყოველდღიურად მისასვლელი, პერანგით და ხალსტუხით შეიძლება უბრალოდ თავი მომეკლაო. აქედან გამომდინარე, დორიანი ძირითადად სერვისის სფეროში იყო დასაქმებული. მაღაზიებში, ღამის კლუბებში დაცვადაც მუშაობდა დამლაგებლად და ასე შემდეგ. დორიანის ბიოგრაფიაში ერთი საოცარი მომენტია მისი ანალიტიკური აზროვნება და მეცნიერული მიდგომა პროცესისადმი. ჯერ ერთი წარმოვიდგინოთ, რომ 80-იანი წლებია. ინფორმაცია ჩვენს გემოზე ხელმისაწვდომი არ არის. დორიანი ცდილობს მოაგროვოს ყველა სპორტული გაზეთი, ვიდეო კასეტა და წიგნი ბოდიბილდინგის შესახებ. ანუ ის სრულად ეფლობა ამ სფეროში. აპირებს სფეროს ლიდერი გახდეს, შესაბამისად მისი მისიაა გაიგოს ამ სფეროს შესახებ იმაზე მეტი, ვიდრე იცის ნებისმიერმა სხვა ადამიანმა. დორიანი იხსენებოდა, რომ ამით ბრუს ლის ვგავდიო. ვიღებდი ბევრ ინფორმაციას, ვიწყნარებდი იმას, რაც მჭირდებოდა და განვაგდებდი იმას, რაც არ მჭირდებოდაო. ის სრუტავდა ყველაფერს, როგორც ბრედ ჯეიკობსა აქვს ნათქვამი სხვათა შორის, იყავი ღრუბელი და შეიწოვე ყველაფერი. ზუსტად ამას აკეთებდა დორიანი. ამ მეცნიერულ მიდგომებში მან აღმოაჩინა არტურ ჯონსის და მაიკ მენცერის სავარჯიშო სისტემის თეორია, რომელიც აწყობილია მაღალ ინტენსიური ვარჯიშის სტილზე. დღეს რასაც ჰით ვერკაუტს ეძახიან. მარტივად რომ ავხსნათ, დორიანამდე ბოდიბილდინგში გავრცელებული იყო მიდგომა, რომ სპორტსმენს დღე და ღამე უნდა გაესწორებინა სავარჯიშო დარბაზში. მაღალ ინტენსიურ ვარჯიშთან ერთად თითქოს ეს ვარჯიშები საათობით უნდა გაგრძელებულიყო, რათა შესაბამის შედეგზე გასულიყო სპორტსმენი. დორიანმა ეს მიდგომა უარყო. მისი ინოვატორობა აქ მაგრად ჩანს. სანაცვლოდ ის ვარჯიშობდა მაღალი ინტენსივობით, თუმცა ჯამში 40-45 წუთი. ასევე გულუხვად იყენებდა დასვენების დღეებს. იქ ექსპერიმენტებს ატარებდა ჩვეულებრივ საკუთარ თავზე. აშკარად ატყობდა, რომ მაიკ მენცერის ვარჯიშის ფილოსოფია მასზე მუშაობს. აკვირდება, რომ ზედმეტი ვარჯიში პირიქით პროგრესს ანელებს და უკუსლას იწყებს. ანუ ის იმდენად ენდობა და უსმენს საკუთარ თავს, რომ მიდის საყოველთაოდ აღიარებული ვარჯიშის წესების წინააღმდეგ. სანაცვლოდ თავის წესებს ქმნის და ურყევი რწმენა აქვს იმის, რომ ამით გაიმარჯვებს. აი ამას აკეთებენ ზუსტად დიდი ადამიანები. ისინი თავიდან წესებს იცავენ, ხოლო ბოლოსკენ თავიანთ თამაშის წესებს ქმნიან. გაკვალული გზის ნაცვლად გაუკვალავში შედიან. როდესაც დორიანის ანალიტიკურ მიდგომებზე ვსაუბრობ, აღსანიშნავია ის, რომ ის აწარმოებდა სავარჯიშო დღიურს, სადაც აღნიშნავდა პირად რეკორდებს, წონას და სხვა მნიშვნელოვან დეტალებს. ამას აკეთებდა და ეხაც დიდი მონდომებით ვაკეთებ, ბოლო ინტერვიუში თქვა. დღიურის წარმოებამ ჩემი ყურადღება იმიტომ მიიქცია, რომ სხვა წარმატებული ხალხის ბიოგრაფიაში ხშირად შეხვდებით დღიურის მაგალითებს. მაგალითად ტომას ჯეფერსონი, ბენჯამინ ფრანკლინი, ნაპოლეონი, მარკუს ავრელიუსი, კობი ბრაიანტი, ჩარლი მანგერი. ეს ხალხი ცნობილია იმით, რომ დღიურებს აწარმოებდნენ მოკლედ დისციპლინირებულად. დორიანს საკუთარი ლაბორატორიაც ჰქონდა, Temple Gym-ი, სავარჯიშო დარბაზი, სადაც მან ფეხი აიდგა. რომ წარმოვიდგინოთ, ეს იყო ცივი, ბნელი სარდაფი, რკინის სიმძიმეებით გარშემოტყმული, სადაც
კაი გვარიანად წყალიც ჩამოდიოდა. ინტერნეტში მრავლადაა 80-იანების ტემპლ ჯიმსის სურათები და შეგიძლიათ ნახოთ თუ რა პირობებში ვარჯიშობდა მაშინ იქ ხალხი. ასევე ერთი ყურადღება მისაქცევი ამბავია, როდესაც დორიანმა პატარ-პატარა ადგილობრივი ჩემპიონატების მოგება დაიწყო და პოპულარობა აკრიფა, კოლეგამ შესთავაზა უკეთეს დარბაზში გადასვლა სავარჯიშოდ. დორიანიც დათანხმდა, თუმცა ახალი დარბაზის დავარცხნილი გარემო ვერ აიტანა. ასევე როგორც თავად ამბობს, იმ დარბაზში ბევრი ქალები იყვნენ, ასევე ბილიარდის მაგიდები და ალკოჰოლი იყო ირგვლივ ხელმისაწვდომი და ეს ყველაფერი ნამდვილად არ ჭირდებოდა ჩემს გეგმებსო. ანუ საქმეზე სრული კონცენტრაცია, არაფერი საქმის გარდა. ეს იყო მისი კრედო. შესაბამისად ისევ ტემპლ ჯიმში დაბრუნდა, თავის გამოქვაბულში. კოლეგა ბოდიბილდერი დორიანზე შემდეგ რამეს ამბობს. ის სხვა ბოდიბილდერებს არ გავდა. ვარჯიშისას ყოველთვის შეფუთნული ვარჯიშობდა. თითზე ჩამოსათვლელ შეჯიბრებზე გამოდიოდა, მხოლოდ ისეთებში, რომლებიც მის გრძელვადიან გეგმაში ჯდებოდა. თრეშ-თოქიც კი არ უყვარდა. დორიანს მეცნიერული მიდგომები ჰქონდა. ყველაფერი, რასაც აკეთებდა, ეფუძნებოდა ანალიტიკას და ლოგიკას. ასევე უნდა ვახსენოთ, ეს საინტერესო მომენტი წიგნიდან, რომელიც ვიზუალიზაციის თემას ეხება. და სხვათა შორის სპორტსმენებში ძალიან გავრცელებული ეს ვიზუალიზაციის ტექნიკა. ჯერ ერთი სანამ ვარჯიშზე წავიდოდა, ხო თავისი რიტუალები ჰქონდა ამ კაცს. სავარჯიშო ტანსაცმელსაც კი ვაუთოვებდიო. ხალხი მეკითხებოდა ამას რატო აკეთებდა და მე უბრალოდ პასუხი არ მქონდა. მომწონდა და ამიტომაც. ამას გარდა ვარჯიშამდე ვიზუალიზაციის ტექნიკით იყო დაკავებული. წარმოიდგენდა გონებაში დეტალურად თუ რას გააკეთებდა, რომელ სავარჯიშოებს, რა დროის განმავლობაში, რა წონებით. ეს ვიზუალიზაციის ამბები სხვათა შორის, როგორც ვთქვით, ბევრ წარმატებელ სპორტსმენთან ხვდება. მოდი ცოტა ხანი ეს წიგნი დავაპაუზოთ და ესეთ რამეს გავიხსენებ სხვა წყაროებიდან. არსებობს ერთი ესეთი წიგნი მემკვიდრეობა, ჯეიმს კერია ავტორი. ამ წიგნში ჯეიმს აღწერილი აქვს რაგბის ყველა დროის საუკეთესო გუნდის All Blacks-ის წარმატების ისტორია და ამბობს, რომ გუნდი აქტიურად იყენებდა პოზიტიური ვიზუალიზაციის ტექნიკებს. რიჩი მაქიუ, გუნდის კაპიტანი, გრეგ მაქიუს ეუბნებოდა, რომ მუდამ თან ჰქონდა ერთი რეული. ის მისი სამუშაო დღიური, მტკიცებების, მანტრების, საკუთარი თავისადმი მიწერილი ბარათების, შეგონებების, შეხსენებების, მოლოდინების, ღუზებისა და გრუნტების მთელი ბიბლიოთეკა იქნებოდა. შიგ ეწერა ესეთი რაღაცები. ვიყოთ პოზიტიურები და დავარწმუნოთ ბიჭები იმაში, რასაც ვაკეთებთ. ფიზიკური მდგომარეობა არსებითია. პოზიტიური ფსიქოლოგიური განწყობა განაპირობებს ჩვენს თამაშის ხარისხს და ასე შემდეგ. ასევე არსებობს კიდე ერთი ესეთი წიგნი, დევიდ ჰემერის ავტორობით, სადაც მან 62 სუპერ წარმატებული სპორტსმენის წარმატების საიდუმლო გამოიკვლია და წერდა, რომ კვლევაში მონაწილე სპორტსმენების 80%-მა აღნიშნა, რომ ისინი აქტიურად იყენებდნენ ვიზუალიზაციის ტექნიკას. წარმოიდგენდნენ თუ როგორ გამოვიდოდნენ შეჯიბრზე. ნაბიჯ-ნაბიჯ წარმოიდგენდნენ საკუთარ გონებაში ყველა მნიშვნელოვან დეტალს. შეჯიბრამდე რამდენიმე დღით ადრე მიდიოდნენ იმ ადგილას, სადაც ღონისძიება უნდა გამართულიყო. მათი ვიზუალიზაცია იმდენად ძლიერი იყო, რომ გულის ცემაც რეალურად უჩქარდებოდათ. შესაძლოა ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, ამბობდა ჰემერი, რომ პიროვნება საკუთარ თავს შინაგანად აჯერებს, რომ მოგება შესაძლებელია. ის მუშაობს როგორც ფიზიკური პარამეტრების გაუმჯობესებაზე, ასევე საკუთარი მენტალური იმიჯის სრულყოფაზე. ასევე დენიელ გორმენი წიგნში ემოციური ინტელექტი იმ პროცესის შესახებ წერს, რომელსაც ზოგი ემოციურ თოვლის გუნდას უწოდებს. უარყოფითი ემოცია მცირედით იწყება, მაგრამ რაც მეტ ენერგიასა და ყურადღებას უთმობ, მით უფრო იზრდება. არჩევანი პოზიტიური ფიქრებისა და გრძნობების სასარგებლოდ გააკეთეთ, ნეგატიური კი საშიმშილოდ გაწირეთ. გახსოვდეთ, რომ საკუთარი ფიქრები გმართავენ. ფაქტიურად ზუსტად ამას აკეთებდა დორიანიც. ასევე კარგად რომ გავიგოთ მისი მაინდსეტი, ქართულად მაინდსეტის შესაფერისი სიტყვა ყოფილა ტვინწყობა და მოდი ეს ვიხმაროთ. ეს ფრაგმენტიც საკმარისია. ესე იგი, ერთ-ერთი მისტერ ოლიმპიას მოგების შემდეგ დორიანს ეკითხებიან შეჯიბრის რომელ ეტაპზე მიხვდი, რომ პირველ ადგილს აიღებდიო და დორიანმა უპასუხა, ჯერ კიდე 12 თვის წინ ვიცოდიო. აი ესეთი მაგარი მომენტი გვაქვს ამ წიგნში.
როდესაც ვამბობ დორიანი სტრატეგიული და კრიტიკული ანალიტიკური კრიტიკული აზროვნებით გამოირჩეოდა, მეთქი აი კიდე რას გულისხმობ. მოკლედ, მისი მთავარი მიზანი ხო მისტერ ოლიმპიას მოგება იყო. 80-იანების ბოლოს ამერიკაში იქმნება ბოდიბილდინგის მსოფლიო ფედერაცია და ამ ფედერაციიდან დორიანს მასთან გადასვლა შესთავაზეს. სანაცვლოდ საკმაოდ მსუყე კონტრაქტი წარუდგინეს ფინანსური კუთხით და ბევრ სიკეთეს დაჰპირდნენ. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ამ დროს ბოდიბილდინგი არის უღარიბესი სპორტი. აქ ვინმე რესურსებს თუ შოულობს, მხოლოდ ელიტები არიან, ალბათ ტოპ 1%-იან ნაკლები. დორიანს იმ მომენტში ფინანსურად ძალიან უჭირს, თუმცა შეთავაზებაზე მაინც უარი თქვა, რადგანაც ფედერაციასთან მიბმა გადაახვევინებდა მას მისტერ ოლიმპიის გზისკენ. სიღარიბაში მყოფ დორიანს ძალიან მტკიცე დახმარების ხელი გაუწოდეს, თუმცა უარი თქვა, სულთანაც კი გამიჭირდა ამ თემის ახსნაო იხსენებდა. ეს კიდევ ერთხელ ანახებს თუ რამხელა შინაგანი რწმენა და мотиваცია ჰქონდა ამ კაცს. საწყის წლებში მისი უფულობის მასშტაბები რო გავიგოთ ეს ეპიზოდიც კმარა. ერთ-ერთი პრესტიჟული ტურნირი მოიგო დორიანმა ბრიტანეთში. ბოლო ფინანსებიდაც ჰქონდა დახარჯა სავარჯიშო შორტში და შეჯიბრზე გამოსასვლელ რუჯში. ტურნირი მოიგო. რა თქმა უნდა, მაშინ ფულადი პრიზიც კი არ იყო ამ ტურნირზე და ტურნირის შემდეგ მეგობარს 10 ფუნტი გამოვართვიო, რომ იმ თვეში დარბაში სასიარულო ფული მქონოდაო. ამ ეპიზოდში კარგად ჩანს, რომ დორიანი არჩევანს აკეთებს ორ რაღაცას შორის. არჩევანი მეხსეულ, იმწუთიერ სიამოვნებასა და გრძელვადიან სტრატეგიასთან მიმართებაში. პრინციპში მგონი ნათელია ის, რომ წარმატებას მხოლოდ ისეთი ხალხი აღწევს, ვისაც სიამოვნების გაურკვეველ მომავალში გადადების უნარი აქვთ. ეს როგორ მიიღწევა თქვენ განსაჯეთ, ნებისყოფით თუ მოთმინებით, თუ ყველაფერი ერთად. მე მოთმინებას ავირჩევდი. აქსიომაა ის, რომ დიდი საქმის კეთებას დიდი დრო ჭირდება. აქ კი მოთმინება თამაშობს გადამწყვეტ როლს. დროს ჩვენს მოკავშირედ გადავაქცევთ თუ მოწინააღმდეგეთ. ფაქტია, დორიანმა დროს დამეგობრება შესძლო. დრო მისი მეკავშირე გახდა. ზემოთ რახან ოჯახზე ჩამოვარდა საუბარი, აქ უნდა ვახსენოთ შემდეგი რაღაც. ამ ბიოგრაფიულ წიგნში კარგად ჩანს, რომ დორიანი ვერ იყო კარგი მეუღლე, ვერ იყო კარგი მამა. და ამას თავადაც აღიარებს ამ წიგნში თავები ეთმობა ამ თემას. ზოგადად მგონია, ყველა ექსტრემალურად წარმატებული ადამიანის ცხოვრებაში ერთი და იგივე ხაზი მეორდება. როდესაც რაღაცა მთელი გულით გინდა, მისდევ ამ რაღაცას მთელი ენერგიითა და კონცენტრაციით მსხვერპლად სხვა რაღაცებს წირავ. მე მგონი ესეა, რომ დიდებულება მსხვერპლს მოითხოვს. დორიანის შემთხვევაში ეს მსხვერპლი მისი ოჯახი და მათთან გატარებული დრო იყო. ჩვენ არ ვართ ხა აქ, რომ ადამიანები გამსაჯოთ, მაგრამ მაგალითისთვის ესეთი რაღაცა ვთქვათ. შეჯიბრიდან რამდენიმე თვით ადრე დორიანის სახლიდან მიდიოდა და ნაქირავებში გადადიოდა. ზოგადად მსგავსი სპორტით დაკავებული ხალხისთვის კარგად ცნობილია, როდესაც მძიმედ ვარჯიშობ, მუდმივად კალორიულ დეფიციტში იმყოფები და ამას არაადამიანური დოზის სტეროიდებს უმატებ, ნერვები გიფუჭდება. ამიტომაც ცალკე გადადიოდა ხოლმე სხვა ბინაში, სადაც არავინ და არაფერი უშლიდა ხელს კვებისა და ძილის სრულყოფილი რეჟიმი დაეცვა. დორიანი ამბობს, სხეულის ყველა უჯრედი გეუბნება, რომ გშია. სწორედ ამ დროს უნდა გაიხსენო შენი მიზანი, თუ რატო აკეთებ ამ ყველაფერს. როდესაც საქმე ამგვარად გართულდება, აქ გამოჩნდება, ხარ თუ არა კარგი ბოდიბილდერი, გააქვს თუ არა მენტალური ძალა გახდე ჩემპიონი. მალევე, როდესაც სერიოზულად ვარჯიში დავიწყე, დების უკმაყოფილება დაიწყო. დები მისი მეუღლე იყო. დები მეუბნებოდა, ამგვარად გინდა იცხოვრო, უკვე რობოტს გავხარ, უნდა ჭამო ეს საჭმელი ამ დროს, ამ რაოდენობით. ეს არის ცხოვრება? მახსოვს შემდეგი პასუხი გავეცი. მართალი ხარ, რობოტი ვარ, რობოტი, რომელიც წარმატებისთვისაა დაპროგრამებული. ვუთხარი, რომ არ მინდოდა იმ ცხოვრებით მეცხოვრა, რომელსაც საზოგადოებამ თავაზობდა. არ მინდოდა მერის მიერ მოცემულ ბინაში გვეცხოვრა და საძაგელი სამსახური მქონოდა მთელი ცხოვრება.
მარცხნივ მარჯვნივ არ ვლაყბობდი, რომ აი მე მისტერ ოლიმპია უნდა გავხდე მეთქი, ან რამე მსგავსი. არა, მე უბრალოდ მთელ ძალისხმევას ვდებდი იმაში, რაც ძალიან კარგად გამომდიოდა. აქ შეუძლებელია არ დავფიქრდეთ წარმატების ფასზე. როდესაც დიდ მიზანს დავისახავთ, რისი გაღება მოგვიწევს მსხვერპლად. რა ეწირება წარმატებას? დორიანის შემთხვევაში ეს მისი ოჯახი და პირველი ცოლი იყო. ძალიან ცდება ადამიანი თუ კი იფიქრებს, რომ წარმატების ფასის გადახდის გარეშე რამე მიიღწევა. ან უფრო მეტიც, მე მგონი არსებობს ხალხი, რომლებსაც საერთოდ არ აქვს ამ თემაზე წარმოდგენა. საერთოდ არ აქვთ ნაფიქრი, რომ დიდი საქმეების კეთებას გვერდით დიდი რაღაცები შეიძლება შეეწიროს ხოლმე. ზოგადად დორიანის კონცენტრაციის დონე, რასაც დღეს საქმეზე ფოკუსირების უნარს უწოდებენ, უბრალოდ საოცარია. ამ წიგნში ჩემთვის ეს იყო ყველაზე მაგარი რა. მისი უნარი ჩაკეტილიყო გარესამყაროსგან, მოეხდინა საქმეზე სრული კონცენტრაცია. და ფაქტიურად გამარჯვებული უკვე შეჯიბრის დროს ასულიყო სცენაზე და ფორმალურად გაენაღდებინა მოგება. და თვეების და წლების სიჩუმეში გამოწრთობილი სხეულის ფორმებით დაეჩაგრა სხვები. კოლეგა ბოდიბილდერი კენ ვილერი იხსენებს დორიანის შესახებ. ვარჯიშისას დორიანი სხვა სამყაროში გადადიოდა. მსგავსი კონცენტრაცია და ინტენსიურობა არავის ჰქონდა. ასეთი კონცენტრაციის ხარისხი მხოლოდ იმას შეუძლია ჰქონდეს, ვინც დარწმუნებულია, რომ რასაც აკეთებს 100%-ით სწორია. მსგავსი თვითრწმენა ჰქონდა დორიანს და საბოლოოდ დადასტურდა კიდეც, რომ მართალი იყო. აქვე სხვა კოლეგა ამბობს დორიანის შესახებ. დორიანს ვარჯიშის სესიის დროს ვერც კი დაელაპარაკებოდი. თვალითაც კი ვერ დაამყარებდი კონტაქტს. ამ 45 წლის განმავლობაში მისთვის არაფერი არსებობდა. ასევე აქ ერთი საინტერესო მომენტია. დორიანი ცხოვრობს ბრიტანეთში, ხო? ბირმინგემში, ხოლო მისი ძირითადი კონკურენტები ამერიკელები არიან, კონტინენტის გადაღმა. შეჯიბრისთვის მომზადების პროცესში მას კონკურენტებთან შეხება არ უწევდა. თვალითაც კი ვერ ხედავდა მათ. მეორე მხრივ კონკურენტებიც ვერ ხედავდნენ დორიანს, ვერ ხედავდნენ როგორ ვარჯიშობდა ის, ან როგორ გამოიყურებოდა თვეების შემდგომ, როგორ იკვებებოდა, რა დასვენების რეჟიმი ჰქონდა, რა საიდუმლოებები. ეს კი ძლიერ ფსიქოლოგიურ უპირატესობას მაძლევდა, ამბობს დორიანი. შეჯიბრის ღამეს გამოეცხადებოდა სცენაზე, თითქოს ჩრდილიდან გამოვიდა და გამარჯვება მიჰქონდა. სწორედ ამიტომ შეარქვეს შედოუ, ანუ აჩრდილი. დორიანი პირველ ოლიმპიას 1992 წელს მოიგებს ჰელსინკიში. და აქედან იწყება მისი ფინანსური წარმატება. ზოგადად წიგნის განმავლობაში ფინანსებზე ხშირად შეხვდებით საუბარს, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ფინანსები დორიანისთვის კიბნეული წერტილი იყო. დორიანი იხსენებს, რომ 1992 წელს მივხვდიო, რომ პატარა ბიჭი ბირმინგემიდან უკვე მისი ქვეყნის პრემიერ-მინისტრზე მეც გამოვიმუშავებდიო. ამას გარდა კიდე არის ერთი მომენტი, რომელიც არ მინდა რომ გამომრჩეს. დორიანი კარიერას ასრულებს 1997 წელს, უკვე 6 მისტერ ოლიმპია აქვს მოგებული. ამ დროს ახალგაზრდა 30-იან წლებშია, უბრალოდ კარიერას ასრულებს, იმიტომ რომ ბევრი სერიოზული ტრამვა აქვს უკვე მიღებული, რომელზედაც ამ ვიდეოში არ ვისაუბრებ, ჩვენი ვიდეოს მიზნებში არ შედის, ვისაც გინდათ წიგნი შეგიძლიათ წაიკითხოთ, უბრალოდ ეს წიგნი სამწუხაროდ ქართულად არ არის, ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ. ძალიან სერიოზული ტრამვები აქვს მიღებული, რამდენჯერმე ნამკურნალებია, გაკერილი, გამოკერილი, მოკლედ ტრამვის გამო ამთავრებს სპორტს და მეორე მიზეზი რატომაც ამთავრებს არის ის, რომ ნელ-ნელა ატყობს, რომ ცუდად ხდება სტეროიდებიდან გამომდინარე. ხა ვინც იცით, სტეროიდები ბოდიბილდინგში ლეგალურია და თუ რაღაც ლოგიკური დროის ჩარჩოში არ ამთავრებს სტეროიდების მიღებას, სიკვდილი გარანტირებული გაქვს. ნუ შესაბამისად ამ დროს მიხვდა დორიანი მე-6 ოლიმპიის მოგების შემდეგ, რომ უკვე ვერ არის კარგად და უნდა დაასრულოს კარიერა. აი კარიერის დასრულების შემდგომ კი წიგნში ეს კარგად არის აღწერილი, ჯოჯოხეთი იწყება მის ცხოვრებაში. საიდანაც თავის დასახსნელად რამდენიმე წელი დასჭირდება. და ვფიქრობ მნიშვნელოვანი ამ თემას შევეხოთ. ესე იგი, როდესაც შეჯიბრს თავი დაანება, აღმოჩნდა, რომ უცებ საკეთებელი აღარაფერი აღარ აქვს ამ კაცს. არასოდეს უფიქრია გეგმა ბეზე. მისი იდენტობა სრულად დაკავშირებული იყო თითქოს ჩაწეპებული, ჩაბეტონებული ბოდიბილდინგთან. შესაბამისად, როდესაც შეჯიბრს დავემშვიდობეო,
უკვე აღარ ვიცი ვინ ვიყავიო. ყოველ დღე იღვიძებს, საქმე არაფერი არ აქვს. ვარჯიშზე წასასვლელი არ არის, კვება მოსამზადებელი არ აქვს. წარმოდგენა არ აქვს რა უნდა აკეთოს და დაეწყო ღრმა დეპრესია, რომელსაც ბევრი პრობლემა მოჰყვა და ოჯახიც დაენგრა. ვფიქრობ, ეს არის მნიშვნელოვანი გაკვეთილი. ვინც ის იქნება სრული ინვესტირება და ობსესიური აშლილობა საქმის მიმართ არ ზღირდეს. იმიტომ რომ ამ დროს ადამიანი თავის იდენტობას ერთ საქმეში დებს, მხოლოდ ერთ განზომილებიანი ხდება. და ამ საქმის დასრულების შემდგომ იდენტობის კრიზისი ეწყება, რაც დორიანის შემთხვევაში მოხდა და კარგად არის აღწერილი. საბოლოოდ დორიანმა რა თქმა უნდა მოახერხა ამ მდგომარეობიდან გამოსვლა, რასაც როგორც თავად ამბობს, წლები დასჭირდაო. მე კიდე აქ დავასრულებ ამ ვიდეოს, იმედია მოგეწონათ წინ ბევრი საინტერესო ადამიანის შესახებ გელოდებათ ვიდეოები და აუთლაიერების გამორჩეული ხალხის შესახებ. და აბა თქვენ იცით მომავალ შეხვედრამდე.